ალამი და ეს დავთარი, იმიტომ აქ მომარჯვებული რომ ცოტა მენატრება ხოლმე რა, ეს პერიოდი, როცა გაახსოვს ალბათ მაყურებელს, ხო, ესე რომ გაძლევდნენ იქ ორ ფურცელს, ერთზე წერდი თამაშს, პირობითად, რა ვიცი, ბარსელონა, რეალი, ერთიანი კოეფიციენტი, ყველაფერი შემუნდა შეგეყვანა. ნუ ჩამოწერდი ბილეთს, თანხას მიუთითებდი, თანხას აძლევდი, ერთს ესე შენ გაძლევდნენ, გიტოვებდნენ, მეორე მიდიოდა იქ სალაროში, რომ ცოდნოდათ შეადადე. მოიგებდი, მიქონდა ეს რომ დაგეკარგა დამთავრდა. როდის უფრო მაგრა იგებდი, აი მაშინ თუ აი ახლა როცა უფრო ყველაფერი ხელმისაწვდომია. პირველ აი ამ გადაცემაში რაებსაც დავწერ. ზუსტად მაგიტო, მე მგონი მაშინ. რა, იმიტომ რომ ალბათ ბავშვური ინტუიცია მაინც რაღაცა არის. არა, და ნაკლები არჩევანიც იყო. ნაკლები არჩევანი იყო პოზიციების მხრივ. ეს ვაპირებ, რომ აი ძველ დროში როგორც თამაშობდით ხოლმე, ეგეთი ბილეთი დავწერო, იმიტომ რომ მხოლოდ შედეგები მექნება გათვალისწინებული. ეგ იმას არნიშნავს, რომ აქ ამ გადაცემაში მხოლოდ შედეგებს შევეხებით ხოლმე, პირიქით საინტერესო რაღაცებს ვიპოვით, იქ ბარათებია, კუთხურებია, ეს არის უამრავი რამეა უკვე. მატჩს ვინ დაიწყებს თუ აუც ვინ ჩამოასწრის პირველი და ასე შემდეგ. მაგრამ დღეს ვაპირებ, რომ პირდაპირ შედეგებზე გავაკეთო აქცენტი.